სტუმართ მასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი თბილისში ღონისძიება, რომელიც ხვალ გაიმართება, გააერთიანებს ინვესტორებს, დეველოპერებსა და მსოფლიოს წამყვან სასტუმრო ქსელებს. ფორუმის მიზანი ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა და საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის პოზიციონირება. რას ნიშნავს ფორუმი საქართველოს საინვესტიციო გარემოსთვის და რამდენად დიდია საერთაშორისო ბრენდების ინტერესი ჩვენი ბაზრის მიმართ? თემაზე ვრცლად სტუმართ მასპინძლობის საინვესტიციო ფორუმის აღმასრულებელ დირექტორთან ელენე ოთარაშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაცემას სტუმრობისთვის. ძალიან კარგ ფორუმს უნდა ვუმასპინძლოთ და მნიშვნელოვან საკითხზეც უნდა ვისაუბროთ ბიზნეს სექტორის განმოსახედიდან. თავდაპირველად დავიწყოთ ამ ფორუმის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება მაყურებლისთვის. რა ფორუმია, ვის ველოდებით, რა ტიპის ღონისძიებაა და რა მოლოდინები გვაქვს? გმადლობთ მაია, რომ გვაძლევთ საშუალებას ამაზე საუბრისთვის. სტუმარ მასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი 18 თებერვალს ერთად შეკრებს ესე იგი გლობალური სასტუმრო ბრენდების წარმომადგენლებს, ადგილობრივ და საერთაშორისო დეველოპერებს, ინვესტორებს, ტურიზმის ინდუსტრიის ესეთ გამორჩეულ ექსპერტებს და ასევე ფინანსურ და საჯარო ინსტიტუციურ პარტნიორებს. ამ ფორუმს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ მხრივ, რომ საქართველოს წარმოაჩენს როგორც საინვესტიციო ჰაბს, რომელიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას საერთაშორისო ინვესტიციებისთვის და ასევე აღნიშნავდი იმას, რომ ეს ფორუმი არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის ჭრილში განხილული, იგი გაიმართება 8 ქვეყანაში, რაც თავისთავად ჩვენს ქვეყანას აერთიანებს დიდ ეკოსისტემაში და ინვესტორებისთვის ხდის უფრო გადვილებულ პროცესს, რომ მოახდინონ, ესე იგი, საქართველოზე მეტი ყურადღება და აქცენტირება. რა იქნება მთავარი სასაუბრო თემა ამ ნაწილში? სტუმართ მასპინძლობის საკითხზე მომუშავე ფორუმი და ამ მიმართულებით ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ სტუმართ მასპინძლობის მიმართულებით ძალიან სხვა ეტაპზე ვართ და გვინდა კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადასვლა, განსაკუთრებით როდესაც საუბარია, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს ქვეყანაში, მაგრამ აქ თუ არ დახვდა შესაბამისი სერვისი, ბუნებრივია, რამდენი ტურისტიც არ უნდა ჩამოვიდეს, შემდგომ წელს უკვე აღარ ჩამოვა ეს ადამიანი, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რის თქმას ვაპირებთ და რის შეთავაზებას ვაპირებთ, რატომ არის საქართველოს სტუმართ მასპინძლობის კუთხით საინტერესო ქვეყანა? სულად გეთანხმებით. ამ ფორუმზე ჩამოსული ეს ძალიან განსაკუთრებული სპიკერები, რომლებიც წარმოდგენილები იქნებიან, საზოგადოებას გააცნობენ იმ მიმდინარე გამოწვევებს, რაც რეგიონში ხდება. ისინი გაუზიარებენ დამსწრე საზოგადოებას, ვთქვათ, სხვა პროექტებში დაშვებულ რაღაცა კონკრეტულ შეცდომებს, იმ გამოწვევების გადაჭრის გზებს, რაც ბევრად უფრო გაადვილებს შემდგომი ინვესტიციების განხორციელებას. ასევე მოხდება გაზიარება მიმდინარე ტრენდების, ვთქვათ, რა არის დღეს ყველაზე მოთხოვნადი დაწყებული პრემიალური კლასის სასტუმროების კონცეფციების გაშლიდან დასრულებული იქ lifestyle და დიზაინ სასტუმროებით. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგის საშუალება იქნება და ასევე სივრცე დაერთმობა B2B შეხვედრებს, რაც ასევე ძალიან ღირებული და განსაკუთრებული ნაწილია ფორუმის. და ვინ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ცნობილ ბრენდებს ველოდებით ამ ფორუმზე? ამ მხრივ ნამდვილი ვარსკვლავთცენა გვაქვს, იმიტომ რომ ყველა მნიშვნელოვანი გლობალური ბრენდის მაღალი რანგის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილები ამ ფორუმზე. ჩამოვთვლი რამდენიმე მათგანს, ეს არის Marriott International-ი, Ritz-Carlton-ი, Kempinski, Hyatt-ი, Minor Hotels, WH Hotels, ანუ უამრავი Wyndham-ი, Radisson. ანუ ისინიც კი ვინ საქართველოში არ არის წარმოდგენილი. ისინიც კი ვინ საქართველოში არ არიან წარმოდგენილი. ამ მხრივ არის ალბათ კიდევ უფრო მეტი ინტერესი ამ ნაწილში, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ უნდა ველოდოთ რაღაც გარკვეულწილად საომავლოდ თუნდაც საქართველოს მათ რუკაზე მოხვედრას. ნამდვილად. იცით რა, საქართველოს
რთული იყო მათი დარწმუნება, რომ ამ ფორუმში მიიღოთ მონაწილეობა, რადგან არ არიან წარმოადგენლები საქართველოში, ამის გათვალისწინებით თავიდანვე იყო ძალიან დიდი და ეს ძალიან სასიხარულო იყო. ისინი საქართველოს განიხილავენ როგორც მზარდ ბაზარს, სადაც ჯერ კიდევ არ არის გაჯერებული ბაზარი ამ ბრენდებით და არის საშუალება, რომ საერთაშორისო ბრენდებმა უფრო გაიმყარონ პოზიციები, ვინც არიან წარმოდგენილები და ასევე შემოვიდნენ ახალი ბრენდები. ამ ხრივ ინტერესი იყო თავიდანვე ძალიან დიდი და სწორედ მათმა ასეთმა ასე ვთქვათ ინტერესმა განსაზღვრა ისიც რომ ზოგადად ფორუმის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია როგორც ჩვენ სექტორში, ჰოსპიტალიტი სექტორში, ასევე დეველოპერების მიმართულებით, ინვესტორების, საფინანსო ინსტიტუტების და ასევე მომიჯნავე სხვა ინვესტორების მხრიდან. თვითონ ქართული ბიზნესი რამდენად აქტიური იყო, აი ამ როდესაც ფორუმის ამ ნაწილს გეგმავდით, რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ დაუშვათ ქართული ბიზნესი იქნება ძალიან აქტიური ამ ნაწილში. იცით, ვინაიდან ეს ფორუმი პირველად იმართება, თავიდან იყო აი ესე სანდოობის საკითხი, რომ რამდენად ღირს ფორუმში მონაწილეობა. მე დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ეს ანუ ძალიან აღარ დაისმება ეს კითხვა. იყო გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი ნამდვილად, მაგრამ აი ბოლო კვირა დღეს უკვე ისეთი ამბავია, რომ მე დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მასშტაბი ექნება ამ ფორუმს და ექნება ძალიან კარგი გამოხმაურება, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო აიწევა თამასა. კი ბატონო, მე სულ მაინტერესებს ხოლმე ასეთი ფორუმებისას ეს პირისპირ შეხვედრები, იგივე B2B შეხვედრა, რომელიც ამ სახელით არის ცნობილი ბიზნეს სექტორში, რეალურად შედეგის მომტანი არის თუ არა ამ ტიპის ფორუმები, როდესაც იმართება, ძალიან ხშირად უსვამენ ორგანიზატორები ხარ სწორედ ამ ნაწილს. რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ეს პირისპირ შეხვედრები, როდესაც კონკრეტულ კომპანიას, მისივე კოლეგა კომპანიასთან, ინვესტორთან ექნება შესაძლებლობა შეხვედრის, რეალურად მე უკვე აი ამ შეხვედრამ კონკრეტული შედეგები მოიტანოს, ანუ გაქვთ ამის მოლოდინები? ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ B2B შეხვედრებისთვის იქნება სპეციალური სივრცეები. ჩვენ გვაქვს ამისი ძალიან მკაფიო მაგალითი, ანუ ეს ფორუმი უკვე წარმატებით გაიმართა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და იქ დაიდო ესეთი მრავალმილიონიანი ბიზნეს შეთანხმებები, დილები და რომელ ქვეყანაში? სომხეთში გაიმართა. სხვათა შორის სომხეთი ეხლა იჭერს იმ ტემპს, თქვათ, რაც ჩვენ ტურიზმის მიმართულებით და ბოლო წლებში უკვე ბოლო ორი წელია ძალიან აქტიური. ჩვენ სამაგალითო ქვეყანა ვართ მათთვის და ასე რომ ჩვენც გვაქვს იგივე მოლოდინი. იმიტომ რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ ხრივ და ასეთ შეხვედრებზე განიხილავენ ფინანსურ მოდელებს, ოპერატორის პირობებს, ინვესტორის მოლოდინებს, ვთქვათ, განიხილავენ იმ რისკებს და ძალიან პროდუქტიულია ყოველთვის ასეთი შეხვედრები. თვითონ ეს ფორუმი, რადგან წელს პირველად იმართება, ანუ ფიქრობთ, რომ იქნება დავუშვათ ყოველწლიური და თუ ყოველწლიურის ამბიცია გვაქვს, აი საერთო ჯამში რამ შედეგზე უნდა გავიდეთ, ანუ და როგორ გაზომავთ ორგანიზატორები, რომ ეს ფორუმი არის რეალურად ის ფორუმი, რომელიც ბიზნეს ამ სამასპინძლო სექტორში მომუშავე კომპანიებს სჭირდებათ. აბსოლუტურად გაზომვადი იქნება ეს შედეგები, იმიტომ რომ ფორუმის მთავარი მიზანია აი ეს კონკრეტული პროექტების განხორციელება ჩვენს ქვეყანაში. ამას ხელს შეუწყობს ის, რომ ეს არ არის ერთი ქვეყნის ფორუმი, ეს არის აქ არის მთელი რეგიონული ეკოსისტემა, ანუ 8 ქვეყანაში გაიმართა. რომელ ქვეყნებში? ესენი არის ამჟამად ესეთი სწრაფად მზარდი ქვეყნები ამ ინდუსტრიაში, დიახ. ესე იგი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ალბანეთი. ხო, ანუ ის ქვეყნები, რომლებიც ახლა წამოვიდნენ ტურიზმის პოტენციალია, კვიპროსი, ანუ აი ხო, ბევრი აი ესეთი ქვეყანა მომიჯნავე და უკვე თარიღები ცნობილია, ვებგვერდზე მოცემულია ამ ფორუმის თარიღები სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ინვესტორი გადაწყვეტილებას იღებს უკვე რეგიონულ ჭრილში და თან მას შეუძლია მოახდინოს თავისი პორტფელის დივერსიფიკაცია და საქართველოს წარმოჩენა ამ ხრივ უფრო ისე ხდება თვალნათლივ, როგორც კონკურენტუნარიანი ქვეყნის. ხო, ძალიან საინტერესოა სწორედ ეს ქვეყნები, რომელიც ახლა ჩამოთვალეთ, იმიტომ რომ მაგალითად ყაზახეთის ნაწილში ძალიან დიდი რესურსი იხარჯება, იმიტომ რომ
რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია მოხდეს უზბეკეთში. კი ბატონო. და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხით ჩვენი აქტიურობაც თვითონ საქართველოს დღევანდელ მიუხედავად რომ ხა ჩვენი ქვეყანა ბუნებრივი ყველაზე ძალიან გვიყვარს, მაგრამ რამდენად ვართ მზად აი ამ ტიპის ასეთი გლობალური გასვლებისთვის და მათ შორის თუნდაც იმისთვის რომ აი ასეთი გლობალური ბრენდები რომელიც თქვენ ხა ჩამოთვალეთ რომელთა ნაწილი საბედნიეროდ არის საქართველოში, მაგრამ მათი უმრავლესობა არ არის, რომ ქართულ ბაზარზე შემოვიდნენ თუნდაც ერთი კონკრეტული საიმიჯო ობიექტით იმ მასშტაბის დაუშვათ ქვეყანა ვიყო ტურისტული თვალსაზრისით. მაიკო, დღეს სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს ბევრი გამოწვევა უდგას წინ. ვთქვათ, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენიმე მათგანი, ვთქვათ ის, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება და ვთქვათ ეს შემოსავლებში პირდაპირ პროპორციულად არ აისახება. ვთქვათ ის, რომ ნაკლებად ფინანსდება ახლა ტურიზმის მიმართულებით პროექტები ფინანსური ინსტიტუციების მიერ, ის რომ კადრების დეფიციტი შეიქმნა, იმიტომ რომ ვთქვათ კვალიფიციური ადამიანები ვთქვათ ზოგი წავიდა სხვა ქვეყანაში, ზოგი მიგრაცია მოხდინა სხვა სფეროში. გვაქვს პრობლემები, მაგრამ გვაქვს უდიდესი პოტენციალი და ეს ფორუმი სწორედ ამას ემსახურება მიზნად, რომ ხელი შეუწყოს ჩვენი სფეროს განვითარებას და მდგრადობას გრძელ ვადაში. ერთი შემიძლია ის გითხრათ, რომ ადამიანური ფაქტორი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს დეფიციტი, ამასთან ერთად ჩვენი სფერო უკვე ისე გაძლიერდა, რომ ყავს საკმაოდ დიდი რაოდენობა კვალიფიციური მენეჯერების ასევე, რომლებსაც აქვთ უკვე მრავალი წლის გამოცდილება საერთაშორისო ბრენდებში მუშაობის და ამ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მუშაობის, რაც შესაბამისად ზრდის სანდოობას ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამცირებს რისკებს ასევე საერთაშორისო ოპერატორების მხრიდან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ და უკვე შედეგებით სიამოვნებით გიმასპინძლებს ყოველს ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში ელენე ოთარაშვილი საუბრობდა.